გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში კახეთში კვლავ არამდგრადი ამინდია ნავარაუდები. სინოპტიკოსები უმეტესად მშრალ ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერი დღისით 15-17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11-13 იქნება. 23 ოქტომბერს მოსალოდნელი წვიმა, თუმცა ნალექი ტემპერატურის ცვლილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ზიანი ამინდი გვაქვს, ჰაერის ტემპერატურა 18-დან 21 გრადუსამდეც გათბება. ამ კვირის განმავლობაში არის რაღაცნაირი არამდგრადი სიტუაციები, მაგალითად 24-ში საღამოს საათებში, 26-ში დღის მეორე ნახევრიდან, მაგრამ ეს ტემპერატურაზე ვერ იმოქმედებს, მაქსიმალურ ტემპერატურაზე საუბარი. შესაძლებელია, რომ ამ კვირის განმავლობაში 23-დან 26-ის ფარგლებში, გურჯაანში მაქსიმალური ტემპერატურა იყოს 21-დან 23 გრადუსამდე, არ არის გამორიცხული და მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმები. ღამის ტემპერატურა შედარებით ამ საღამოს არის ცოტა გრილი, დაახლოებით 6-7 გრადუსი და უკვე 23-ის ღამიდან მოიმატებს უფრო მეტად და გათბება 10-დან 12 გრადუსამდე.